მოგესალმებით. დღეს ჩვენი საუბრის თემა ჩვენი სამშობლოა, საქართველო და გავიხსენებთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას. უბრალოდ მოვისმენთ კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას ჩვენი ქვეყნის საგმირო წარსულიდან. გავეცნობით კიდევ ერთ საინტერესო ამბავს. მაშასე მოვემზადოთ და ერთს გეტყვით, რომ ყოველთვის შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი ქვეყნით, სამშობლოთი. საქართველო ჩვენი სამშობლოა. გინახავთ ფერი დაბინდული ქლიავის. ეს ჩემი სამშობლოს მთებია. ღმერთს დაუბერტყია უხვი კალთა ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა საქართველოა, ჩვენი სამშობლოა. არსებობს ლეგენდა, თურმე დედამიწაზე ყველას მიწვდა უფლის წყალობა. თავისთან შეყარა მიწის ყველა მკვიდრი და ქვეყანა გავყო. როცა მიწის გოჯიც აღარ დარჩა დასანაწილებელი, მაშინ წარსდგნენ მის წინაშე ქართველები და მკითხეს, ჩვენ რა ვქნათ უფალო? ღმერთს ძალიან მოსწონებია ქართველები, ლამაზნი, მამაცნი, ღვთისერდგულნი და უთქვამს. დოდა ძიური ქედები. და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ. ხოლო ეს ედემი თქვენთვის დამითმია და იყოს ავარი. ეს რაც შეეხებოდა პატარა შესავალი მოვეფერეთ ჩვენ სამშობლოს. ახლა კი მოვისმინოთ ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ნიკოლოზ გოსტასაშვილი. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქარით ვნატროვდი წინაღამე ახალი წლის მალე გათენდის მეთქე. მე მახსოვს ეს წინადღე, ეს წინაღამე ახლის წლისა ჩვენს პატარა სოფელში. საცა ბღარტებსავით გარს ვეხვინე დედმამას 2 ტანი და 3 ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სიკვდილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა. ხვალეს ველოდით, ხვალე გვახსოვდა. ხვალეს ვნატროვდით. გარეთ რა გვინდოდა? როცა ში იმოდენა ხილხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა. შინ ოთახებში დავფუსფუსებდით. იქ იყო რაც იყო. აქ ალვახას ზელდნენ, იქ მოშდანიგოს არჩევდნენ გოზინაყისთვის. აქეთ უცეცხლო თაფლი თიც გვიქნებდა. მოდით, პირი ჩაითქმარუნეთო. იქით დედა ჩვენი ბუხარში თაფლს ადნობდა და თაფლი თითქოს გვეუბნებოდა. დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთვის ვდნებიო. მამაჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა. ყურის გდება ზღაპრისა. გვეამა, რომ დედამ დაავალა მამას ზღაპარი ეთქვა. მივცვივდით ჩვენც, ზოგი ხელზე ჩამოვებობღენით, ზოგი ახალუქის კალთაზე. შენი ჭირიმე, მამილო ზღაპარი გითხარი. შევბღავლეთ აქეთ იქიდან. დედა აქედან გვერეკება და შენ ზღაპარი მაინც გითხარ. არ გვეძინება. ბატონი ხართ აბა, წავიდეთ. მამა გავიდა მეორე ოთახში და ჩვენც გავყევით. ოთახში ბუხარს ერთი ამბავი ჰქონდა აპრიალებული ცეცხლისაგან. ბუხრის პირდაპირ ერთი გრძელი ტახტი იდგა. ავიდა მამა ჩვენი ტახტზეთ, მოიკეცა. ჩვენც გარშემო შემოვუსხედით. ჩვენი პატარა და გულდაღმა წამოუწვა მამას, იდაყვებზე დაებჯინა, თავისი პატარა თავი ხელებზე დაანდო და ისე შეაჭყიდა მაყვალსავით შავი თვალები. თითქოს მართლა ზღაპრის მოსმენა უნდოდა. მაშასე მამა დაიწყო.
მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ. ხან აქედან, ხან იქიდან მოგესეოდნენ ხოლმე. ჩვენც რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით. ყველას უყვარს შვილებო თავისი ქვეყანა და როცა უჭირს, ძნელია კაცმა უმტყუნოს და თავი არ გამოიმეტოს. ბევრიც იმეტებდა თავს და სახელი გაითქვა თავისი ვაჟკაცობითა და ქვეყნისთვის თავდადებით. აი, ერთი ამის თანავაჟკაცის ამბავს გეტყვით და კარგად დაიხსოვნეთ. ერთ დროს ყიზილბაშების ყეინად დაჯდა შაჰ-სულთან ჰუსეინი. ამ ყეინმა გამოგზავნა დიდი ჯარით თავისი სარდალი, რომ საქართველო აიკლოს და თავისად დაიჭიროს. დაიძახეს ჩვენშიაც ჯარიანობა და თავი მოიყარეს ქართველებმა მტრის დასახვედრად. გაიმართა ომი. რით გათავდა ეს ომი, ამის ამბავი გრძელია. მე მარტო ერთს რას მე გიამბობთ, რაც ამ ომში მოხდა, როცა გაცხარდა ბრძოლა, მაშინ გამოხუსლა ერთმა ყიზილბაშმა ცხენით და გამოვარდა მოედანზე რაზმიდან. გამოუქროლა ჩვენებს წინ ცხენი, თითქოს ჯირითშია და არა უშიო. ეწყინა ქართულ ყმაწვილობას ასე თამამად და გაბედულად ნავარდობა ყიზილბაშისა. და ხე როგორ გვიბრიყვებთ? კაცად აღარ გვაგდებს, იძახდნენ ქართველები. კრა ერთმა მოსხეპილმა ყმაწვილ კაცმა ცხენს ქუსლი და ზედ მიაგდო ყიზილბაშს. ყიზილბაშმა კრაში გულის ფიცარში შუბი და საბრალო ვაჟკაცი უსულოდ დაეცა დედამიწაზე. დედის ძუძუც არ შემრგებია თუ მაგის სისხლი შეგარჩინო. დაიძახა ახლა სხვამ და მიაგდო ცხენი ყიზილბაშს. ყიზილბაშმა ესეც ჩამოაგდო ცხენიდან. გავიდა მესამე, გავიდა მეოთხე, გავიდა მეხუთე და ყველას იგივე დღე დააყენა თათარმა. ასეთი ყმაწვილი კაცები დახოცა, რომ უკეთეს კაცი ვერ ინატრებდა. შეწუხდა ქართველობა. ეს სირცხვილი როგორ ავჭამოთო? შინ რა სახელი დღა მივიდეთო? ყველას შიში და ფიქრი მიეცა. ის ყიზილბაში კი ათამაშებდა მოედანზედ ცხენს. ნიკოლოზი სად არის? ნიკოლოზი! დაიძახეს ქართველებმა. ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილო, ნიკოლოზ! გაჰკივლეს აქეთიგიდან ჩვენებმა. გოსტაშაბიშვილი თურმე გაცხარებულ ომში იყო და ამ კივილზე ომიდან გამოვიდა. მისცვივდნენ ჩვენები და თავისი სირცხვილი უამბეს. სად შემიძლია მე ახლა დაბერებულსა და დაჩაჩანაკებულს იმასთან ომის გასწორება? უთხრა ყმაწვილებს გოსტაშაბიშვილმა. ვერა ხედავთ, ახლად ულვა შაშლილი ვაჟკაცია. კაცი ლომს აღგავს. 5 ვაჟკაცი მოგვიკლა. იმათ სისხლს ნუ შეარჩენ. შეევედრდნენ ჩვენები. გოსტაშაბიშვილმა ახსენა ღმერთი, აუკრიბა სადავე ცხენს და ჰკრა ქუსლი. ცხენმა 1-2 ოდეკამარა შეჰკრა, ისყუპა და თვალის დახამხამების უმა ვაჟკაცი ვაჟკაცს წინ დაუდგა. ყიზილბაშმა წამოუღერა თავისი შუბი გოსტაშაბიშვილმა, ხელი აუკრა და აიცინა. ეს ისე მარჯვედ მოუვიდა, რომ ქების კიჟინა დასცეს. მანამ ყიზილბაში მეორედ შეუტევდა შუბით, გოსტაშაბიშვილი ცხენ და ცხენ ეცა. 1-2 ღონივრად შეჰბერტყა და ცხენიდან ძირს დასცა. ასე რომ დაცემულს ადგომა გაუძნელდა. ჩამოხდა ცხენიდან გოსტაშაბიშვილი, ააყენა ყიზილბაში ფეხზე და უთხრა.
ნუ გეშინია მე თავს არ მოგჭრი შენი თავი შენის ვაჟკაცობისთვის მიპატიებია ცოდვა შენი გაფუჭება წადი და ღმერთმა გზა მშვიდობის ამოგცესო მეც სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი მარტო შენის თანავაჟკაცისგანო უპასუხა ყიზილბაშმა სალამი მისცა და წავიდა აი ასეთი იყო ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის ასეთი ამბავი და ძალიან მინდა ეხლა რომ დავწეროთ ზუსტად აი ამ მოთხრობის მხოლოდ იმ ნაწილის რომელიც გოსტაშაბიშვილის ამბავს შეეხება დაწეროთ შინაარსი მოისმინეთ სამჯერ ფიქრობ მეტად მოსმენა არ დაგჭირდებათ სამზე მეტად მაგრამ დავალება ასეთია მოვისმინოს სამჯერ ყურადღებით და დავწეროთ აი ეს ეპიზოდი რა თქმა უნდა შესავალი არ იგულისხმება მხოლოდ ის ამბავი და ის ეპიზოდი რომელიც შეეხება ყიზილბაშების შემოსევას ტრის მეომარს და ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის ვაჟკაცობას მხოლოდ ეს ამბავი დავწეროთ წარმატებას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე მაინტერესებს სამჯერ მოსმენა თუ იქნება თქვენთვის საკმარისი და იქნებ დამიწეროთ კომენტარებშიც დაველოდოთ მომავალ ისტორიებს ჩვენი გმირი წინაპრებისას მომავალ შეხვედრამდე